Iva, 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 Iva. Iva outdoor კლასიკი 2026. მოდი, ამ ვიდეოში ვლაპარაკოთ პნევმატურ იარაღზე. ნახოთ რა ხდება საერთოდ ახალიც და ძველიც და საერთოდ რა გამოფენაზე რა სიტუაცია არის. გავაგრძელოთ ჩვენი თავგადასავალი Iva 2026-ზე. ეს არის აირგანის მიმოხილვის მეორე ნაწილი. მთლიანი ვიდეო ძალიან დიდი გამომდიდოდა და ამიტომაც ორ ნაწილად გავყავი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავინ ვერ შეძლებდა ხა 2 საათი ფიზიკურად ამ ვიდეოს ყურებას. კარგი, გავაგრძელოთ აირგანის თავგადასავალი Iva 2026-ზე. ნახოთ კიდე რა გვაქვს სანახავი. ესეც უკვე სლოვაკური სტენდი ზანისგან. იცით ყველა სლაგები ზანის ბევრს მოსწონს, აღფრთოვანებულია, რეალურად მართლა კარგად ისვრის ხოლმე თოფი. შაშამ პირველად დავინახე რომ დაიწყეს უკვე დაფარვა. იდეაში მე მაგალითად ცეცხლსასროლით ვერთობი ხოლმე და 9 მმ-იანის თავაკები შეგიძლია ხოლმე დაფარო. ესე ხვნილოვანი თერმული საღებავით დაფარო, იმისათვის რომ ლულაშია თქვათ ნაკლები დატოვოს ტყვის ნადები. ამ დაგვარის პრინციპის გაკეთება დაიწყო პნევმატიკისთვის. ეს პლუს რა თქმა უნდა სრიალის ეფექტს ზრდის, ანუ ხახუნი ნაკლებია ლულაში, შესაბამისად სიჩქარე მატულობს ამისთანავ ტყეზე, ვიდრე ამ კლასიკური ტყუის ვარიანტში, რომელიც ლულას ეხახუნება და ტოვებს თავის ნადებს. წმინდა ნაკლები გიწევს, სიჩქარე მეტი გაქვს, სტაბილურობა მეტი არის. ბუნებაში რო ხდება, ასე ვთქვათ, შეკრული არის და ასე ვთქვათ, ბუნებას ნაკლებად აბინძურებს. თუმცა ზანმა გარკვეულწილად გვიღალატა აირგანელებს და რაში გამოიხატება. ძირითად რეკლამას თუ დააკვირდებით, გადასულია ბეტონის ენგრევაზე. ბეტონის ენგრევა და ამხელა ტყუები ნიშნავს იმას, რომ აი აქედან ნელა გადავიდნენ აი ამაზე. ეს კი არის უკვე 9 მმ-იანი ტყუები და 9 მმ-იანი ტყუები არის პისტოლეტებისთვის. ანუ თუ პრესავდითო შეულებრივად რომ სლაგებსო, რა გუშლის ხელს 9 მმ-იანისთვისაც ვაწარმოოთ ტყუებიო. დაფერვას იგივეს ვაკეთებთ, რასაც სლაგებისთვის შესაბამისად პირდაპირ წამოვიდა ეს. ანუ მოკლედ, რა ვთქვათ, ცეცხლსასროლის სეგმენტში შეიჭერენ უკვე გადავიდნენ არა მარტო პნევმატურ საწარმოებად. ეს თვითონ ზანის დამფუძნებელი ეგერ შარვალ კოსტუმში. ვინც არის ცნობილი აგერ? აბა. ესეც აირგანის პელეტები. კიდევ ერთი მწარმოებელი. როგორც ხედავთ, პელეტებს აქტუალურობა არ დაუკარგია. ჩვეულებრივად გამოდის. არის field target-ები. სხვანაირად ეძახიან ამას woodcutter-ებს. ბევრი არასწორად ფიქრობს ხოლმე, ეს ყველაზე მსუბუქი ტყუებია და სინამდვილეში განკუთვნილი მხოლოდ ქაღალდზე სასროლთ, იმიტომ რომ ბრტყელი თავი აქვს და გასროლისას ზუსტად გადასარევენ მხოლოდ ერთ ხრელს ტოვებს, რითაც შეიძლება ჯგუფების გაზომა. ეს არ არის არც სანადირო, არც შორმანძილზე სასროლი ტყუები. ამით პრაქტიკულად კარგ შედეგს ვერ მიიღებთ 10-15 მეტრის იქით. ეს არის მხოლოდ ოლიმპიური ვარიანტისთვის, პისტოლეტისთვის, ან შესაბამისი შასხანისთვის. ესეც სლაგების სერია. დაწყებული 177-დან 177-ს დააკვირდით. არის დაბალი, არის მაღალი, წონების განსხვავების ვარიანტი, მაგრამ ბალისტიკა რამდენად არის განმეორადებული, ეგ უკვე მეორე საკითხია. ასევე არის აქ 9 მმ-იანი სლაგებიც. საინტერესო წონა რა აქვს.
ეხლა ვიმყოფები AEA-ს სტენდზე. ეს მძარმებული ყოველთვის გამოირჩევა ხოლმე რაღაც კოლოსალური ენერგეტიკის და რაღაც მასშტაბების თოფებით. შევსწრები ხა გადავიარო რამდენიმე გაჩვენებთ კალიბრებს, რამხელა კალიბრებია. რატო შეიძლება ჩვენთან არ ვიცი, მაგრამ სოფლიო უკვე გადავიდა ყველანაირ დიდ კალიბრზე, მხოლოდ ჩვენ დავჭით პატარა მოცუცქნულ 4.5 მმ-ს. მოდი ნელ-ნელა ხა გავყვეთ საკთავად ნახოთ რასთან გვაქვს შეხება. ჩვენ უკვე კაი ხანია ვისვით პნევმატიკას, მაგრამ პნევმატიკა უფრო და უფრო ყოველწლიურად წინ მიდის, განსაკუთრებით ისეთ კომპანიების გადამკიდე, როგორც AEA არის. მაგალითად, აქ სლაგებს შეხედეთ, უბრალოდ რა ზომის არის და რა ზომის არის, რამხელა არის. აღარაფერს ვამბობ, მაგალითად, აი თოფზე, რომელთანაც ახლა ნელ-ნელა მივალთ. ჯერ მარტო რამხელა რეზერვუარები აქვს. თვითონ რამხელა არის თოფი. დააკვირდით მიმწოდებელს. მოდი ხალხს მოვიტანთ თქვენთვის. დააკვირდით რამხელა მიმწოდებელი არის. და მთლიანად თოფი. და რაც თავარია, ამ ყველაფრის ბოლოში გამოდივართ ვებერთელა ბიპოდებზე და რაც თავარია, გადავდივართ ვებერთელა კომპენსატორზე. მეგობრებო, ეს არის ბინტა 50 კალიბრი. ეს კი ზეუსი, მისი მეგობარი და ძმაკაცი, უფრო დიდი კომპენსატორით, ორი ცალი კვერცხით, ვებერთელა 50 მმ-იანი მილებით, რამხელა რეზერვუარია. What's the capacity of the reservoir? I don't know that. Okay, sorry. This is plenumები, ესეც რედუქტორის მანომეტრი. ეს კითხვები, რომელიც შეუძლია მამაძაღლს გადაყლაპოს. აქვე მინდა გაჩვენოთ, რომ ჩვენ საქართველოში ვისვრით აი ამ საცოდაობას 4.5 მმ-ს. მაშინ როდესაც სამყარო გადავიდა აი ასეთ კალიბრზე. შეადარეთ და იპოვეთ 10 განსხვავება. ეს მაინც მოგვეცით რა, ამას აღარავინ ჩიბის. კარგი. სხვა ამდაგვარი ფორმები. საერთოდ AEA ყოველთვის გამოირჩეოდა რაღაც ექსტრაორდინალური ფორმებით, არაადეკვატური ხაჯური ძალებით, რომ ყველა ეს იარაღი იძლევა რაღაცა კოლოსალური ხო ხვდებით თუ 50 კალიბრი უნდა გაისროლოს ახლა თოფმა ეს ვერ გაისროს რაღაც საცოდაობა ენერგეტიკის ხო ხა იმისაც რომ აი მხელა რაღაცა დაძრა ამისათვის საჭიროა ამას საკმაოდ დიდი ენერგია მიაწოდოს. კიდევ ერთხელ ჩვენთან საცოდავი 4.5 მმ გამოიყენება, ეს კი 50 კალიბრია. ბოდიში შევხვდით უფრო დიდი წყობი 0.58-იანი. შესაბამისად უფრო დიდი ენერგეტიკა გვჭირდება იმისაც რომ დავძრათ ესეთი იარაღი. ესეც ზეუსია, ოღონდ ეს უკვე 1 მმ-იანია, 2 მმ აღარ აქვს, დანარჩენი პრაქტიკულად იგივეა ყველაფერი. გადატენის მექანიზმი ნახოთ მეორე მხრიდან. ეს აქ ესეთი სახელური, რომელიც თავისუფლად არ გამოდის. ეს უნდა დავაჭიროთ, გამოვა. ცალი ხელით ამას მე ვერ გადავტენი. შანსიც არ მაქვს, არ მინდა წავაქციო იარაღი. როგორც ხვდებით კიდევ ერთხელ იმისაც, რომ აი ამ ხელა მასა გაისროლს ამან. ამასაც საჭიროა საკმაოდ დიდი ზამბარი შეკუმშვა, რომ კლაპანი მაქსიმალურად გაიშვას, რომ ბოლოს ტყვია და გაფრინდეს სადღაც აი იქ. აი ყოველთვის უშვებდა ასე. პისტოლეტებსაც საკმაოდ სერიოზული მოდელებია. აი ცალი ხელი ცოტა ძნელია, გახსნა აბატონო, გავხსენეთ. აი ჩემი ხელი არ ყოფნის ისაც რომ ჩავკეთოთ კიდევ ერთხელ სინჯოთ. აბატონო. და მინდა კიდე გიჩვენოთ აი ესეთი მოდელი. რაც ბევრს ვერ წარმოუდგენთ, თუ აქედან როგორ შეიძლება საერთოდ გაისროლო ადამიანმა, ხო, ფიზიკურად. როგორ შეიძლება ეს ისროლოს. საიდუმლო გინდათ გითხრათ. საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ იმისაც რომ ამან ისროლოს, საჭიროა
აი ესეთი ვაზნა გქონდეთ. ეს არ არის 12 კალიბრი, ამაში იდება. ყია, აქ იწვიხნება ჰაერი 200-300 ატმოსფერო და შემდეგ ეს უკვე ბედნიერება იდება აი აქ. ის მერეც ხდება ბედნიერი ბაბახი. ეფექტი თქვენთვის მომიდია რა იქნება. არის კონდახიანი ვარიანტი, არის ხელში დასაჯერი. მე ამას არ გირჩევით. პირდაპირ ესიპირეთ. დამიჯერეთ, ხარზე მიყნობა აუცილებლად დაგჭირდება. რა თქმა უნდა, შედარებით წინა მოდელები. ესეც ვებერთელა ბაბახნა, გარდა ამ პატარა ტიპისკისა. ამერიკელებმა რო იციან ხო, I'm so excited. ესეთი მამაძაღლი, შობელძაღლი. ინგლისურად რო ვთქვათ, little bastard გიჭირავს ხელში. გადატენი და ვებერთელა ხვრელი აქვს. და ძნელად გამოჩნდება ალბათ. მოგეთახა, აი, ნახეთ რა ხელა მიმწოდებელი. ახლა რაღაცა ეს ყველაფერი ისრის გასულა საკმაოდ დიდი, იმიტომ რომ ხა ხდებით ხო ახლა ამ ხელად ყია რომ დაძრას, ამას სჭირდება ვებერთელა ენერგეტიკა, ამისათვის საჭიროა დიდი ჩაქუჩი იყოს და დიდი ენერგეტიკა მოიხალოს. ეს ყველაფერი თან ბედნიერად iketseba. რა მივიღეთ პატარა კომპაქტური შობელძაღლ მამაძაღლს. შთამბეჭდავ. უბრალოდ ცუდი ისაა, რომ აი ეს პროდუქციას ალბათ ჩვენ ვერ ვეღირსებით. იმის გამო, რომ შესაბამისად ყოველთვის დიდი კალიბრებია ამათი პრიორიტეტი და შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ამას ამიშენებიდან თავი. მოკლედ ეს იყო AES სტენდი, გადასწრები იარაღები, ქარიზმატული, მაქსიმალურად ენერგეტიკული წარმოებია რა თქმა უნდა ჩინეთში. გამშვიდობეთ სიძლიერეს. ვალტერის სტენდი, ეს კი PCP მოდელები ჯუნიორებისთვის და სპორტსმენებისთვისაც. გადასწრები. ეს დატენის მექანიზმები აკუმულატორზეა დამოუკიდებლად მუშაობს ავტონომიურად. ეს თავისებური მიერთების სისტემა აქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩინური არ არის და თავისი დამუშავებული და რაღაც თავისი გაკეთებულია. ასეთია დიდი ვერსია, რომელიც დიდი ხანი მუშაობს ალბათ ორი აკუმულატორიდან. ხა სპეციფიკაციებს არ ვეკითხები, დიდად მნიშვნელობა მაგას არ აქვს. ეს კი ესეთი უცნაური ფორმ ფაქტორის ზემოდან აქვს მისაერთებელი, აქედან კიდე ხელი ასაწევი. რაც უცნაური მოდელი არის, ხო? მოკლედ ეს იყო ვალტერი IVA 2026. ესე იგი, კიდევ ერთი კომპანია, რომელიც სხვადასხვა რაღაცებს აწარმოებს, განსაკუთრებით არის ესეთი საინტერესო კოლბები. მე ხა 700-ის დაკვეთა ყოველწლიდან არ მეგონა თუ ამისთან კატასტროფული სიგრძის იქნებოდა. ეს არის 0.55-იანი, ეს 700-იანი, ეს 9 ლიტრიანი. მოგილაპარაკეთ, რომ შეიძლება ამის გამოგზავნა, $95 ჯდება ეს. საკონტაქტოები აგერ მაქვს. ნახოთ როგორ აიქნება. ნუ, რა თქმა უნდა, ისე კლასიკურად ყველანაირი სახის დამტენი მოწყობილობები. ისე რომ შემდეგში, როდესაც ნახავთ სხვადასხვა ფორმებს, გახსოვდით, ყველა სინამდვილეში წარმოებულია ჩინეთში. ეს კი არის ჩემი საყვარელი იტალიური კოლტრის საბის ანალოგი. ვაუ! ამაზე ხა აუცილებლად დავილაპარაკო, იმიტომ რომ ამ მომენტში მე გაფუჭებული მაქვს და ამის ნაწილების კიდო თუ შეიძლება ცალკე ბედნიერი კაცი ვიქნები. ესე იგი, ხა ვილაპარაკე ამ კომპრესორზე. ეს იტალიური კომპრესორი მე რაც მაქვს 4 საფეხურიანი, ესეც 4 საფეხურიანი კიო. შენ პირველი კაცი არა ხარ, რომელიც გვეკითხები ამასო.
ჯამში ხანახი რა არის. ეს რა თქმა უნდა არის კლონი. საკმაოდ კარგი არის ხა კაცმა არის რამდენად დაეჯერებათ. ფასი მითხრეს რომ ცალის ფასი იქნება $1000, ნუ ევროპული გაცილებით ძვირი ღირს, სადღაც $4000 ღირს. უпроსტოდ ევროთან, არა დოლარი და რაც თავარია, ნაწილები ნაწილობრივ თავსებადი არის. ანუ რაღაცები მან შეცვლილი აქვს სამწუხაროდ პირდაპირ ამას ვერ გადავიტანთ. ასე რომ ვინმეს თუ დაგაინტერესებთ, თვითონ იტალიური ვერსია საკმაოდ შემდგარი კაი მოდელი არის. ეს არის როგორც უკვე მიხვდით ეს ტუქსინგის წარმომადგენლობა. შემპირდენ რომ ყოველ წელიწადს გვაქვს აქ გამოფენაზე რაღაცაო და არანაირად პრობლემა არ შეგექნება ნაწილებზე თუ რამე გინაო ყოველთვის გვექნებაო. მაგრამ ამისაც მაშინ ის იტალიური უნდა მოვიცილო და ვიყიდო ეს. ნომ. დასამ წინ წავიდა ცხოვრება, ადრე მარტო ბაიერი და კოლტრისაბი იყო. დღეს კიდე უკვე ჩინელებმა დაიპყრეს ეს ბაზარი. Umareksi, IVA 2026. ეს Umareksi შედარებით იაფიან ქვეგანყოფილებად ითვლება ვალტერის. რაც ვალტერის სტენდზე ვნახეთ, პრაქტიკულად იგივე ტიპის დამტენები არის ყველა. შეიძლება ვალტერმა გადმოსცამათ, ან ვალტერისგან არ ვიცი ხა როგორ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აბსოლუტურად იდენტური დამტენი მექანიზმები აქვს. აქაც იგივე წარმოდგენილი. აქ კი გავიაროთ, ნახოთ აი ეს მოდელი. ამ მოდელზე ბოლოში გაჩვენებთ ერთ საიდუმლო პუნქტს, რომელთაც თქვენთანაც მიხვდებით რაღაცეებს. ჩვეულებრივი CO პისტოლეტია, გადატენის კლასიკური მექანიზმით, გადავტენეთ, მივწიეთ წინ და შესაბამისად გამოვკარით გავისროლეთ. გვაქვს ესეთი იარაღი. ეს ძალიან სერიოზულად მომეწონა, როგორც პნევმატური იარაღი, ვისაც არ გჯერათ, ეხლა შევეცდები გაჩვენოთ. აი კლაპანი, აი ნამდვილად, ეს არანაირ ცეცხლსასროლი არ არის. წონა ძალიან გადასარევი აქვს. ასევე ხა შევეცდები კიდევ ერთი რაღაცის ჩვენებას. დავდებ კამერას ერთი წუთი. და გავიღოთ ეს იარაღი. და ნახოთ ესეთი რაღაც. დავაჭირეთ, გამოვიდა, ჩავტენეთ, გადავწიეთ. რამდენად რეალისტურია. ძალიან მაგარი. ძალიან შთამბეჭდავი. ეს არის აბსოლუტურად ახალი მოდელი. აი ეგ არის მისი პარამეტრები. თუ სურვილი გაქვთ, სტოპ კადრი გააკეთეთ და გადაიღეთ. კლასიკური სტანდარტული ZDP. ეს ძველი მოდელი არის შედარებით, როდესაც ჩამოკრავთ წინ მიდის ნაწილი და აქ უნდა ჩაიდოს სპეციალური ბარაბანი, რომელსაც მერე უკვე ტყვიები აქვს და იმას გაისვრით. რა თქმა უნდა, სიმულაცია Beretta 92-ის. ეხლა ეს რო განვიხილოთ, ძალიან ბევრი იარაღს აქვს ხოლმე, მოძრაობს ხო უკანა ნაწილი, სამწუხაროდ არა, მხოლოდ და მხოლოდ ეს ვარიანტი გვაქვს. თუმცა აქ გვაქვს მეორე გაცილებთ უკეთესი იარაღი, რომელიც მინდა გაჩვენოთ. Voila! შეგიძლიათ მთლიანად მოხსნათ. შეგიძლიათ ისევ გაუგეთოთ. გადატენოთ. დაუშვათ და გაისროლოთ. რამდენად რეალისტურია. ვისაც არ ჟერავს, აი მჭიდი. ნამდვილად კლაპანზეა და CO ბალონზეა გათვლილი. ძალიან შთამბეჭდავია. და როგორც შეგვიძლიათ ბოლოში გაჩვენებთ განსაკუთრებულ პუნქტს მეთქი. წავიკითხეთ რა წერია აქ? SPA. აქაც რა წერია? SPA. საქმის ჩახედულები მიხვდებიან, რომ SPA არის ერთ-ერთი ცნობილი ჩინური ფირმა. ჩვენთან Snowpeak-ის სახელით არის ცნობილი. და საყვარელი Snowpeak-ი. ჩვენთან ძალიან გავრცელებულია, არის წარმოდგენილი ახალი მოდელიც Max 2. გამოიყურება აი ასე. აქ არის საინტერესო ის, რომ აქ არის ერთი პლენუმი, აქ არის მეორე პლენუმი, შესაბამისად დიდი მოცულობა გაქვთ უკან, იმისაც რომ დიდი ტყვია დაძრათ, აქ თუ დააკვირდებით კალიბრს, რა წერია? აბატონ,
7 და 62-იანია კონკრეტულად ეს მოდელი ხა აქ. და ამ ყველაფერს აქ ესეთი ორი რეზერვუარი, ერთი აქედან დამტენი არის. პირველად ესე დაიტანება. აქ წნევას გიჩვენებთ. აქედანაც შეიძლება დატანოთ, ანუ ორმაგი დატენავა. გინდა შტუცერი დატენეთ, გინდა quick disconnect დატენეთ. და რა თქმა უნდა, ლულა თავისი ვებერთელა უთხუზონა შრაუდერით. სინჯოთ აბა გადატენა ერთი. საკმაოდ კარგად გადაიტენა. სასხლეტიც ნახოთ აბა. ოხოხო რა კარგად უტყავს. გაიცანით, ახალი მოდელია. რაც შეეხება ძველი მოდელებიდან, უკვე ისედაც ყველასთვის ცნობილი T-Rex-ი. ეს უკვე არის შესაბამისად M9, რაღაც M25-ის ვარიანტია გადაკეთებული. ესეც უკვე wood-ში, ხეში. ეს ორი შედარებით ახალი მოდელია, პრინციპი იგივეა სიტყვაზე, მაგრამ მაინც ითვლება რომ ახალია. ეს კლასიკად ქცეული P35, კლასიკის გაგრძელება P35X პლენუმით, რომელიც გადასარევ სიჩქარეს გაძლევთ. ოღონდ რეზერვუარი აქვს შედარებით პატარა და თუ ეს არ გაკმაყოფილებთ, გინდათ P35X ბალონით. ეს არის მგონი ჩვეულებრივი ბალონით, ხო, ეს არის ალუმინის ბალონით, მაგრამ აქ ნახეთ პრინციპი გადაკეთებული. ამას თუ აიქონოთ, რა ქვია მას, პლენუმი და რედუქტორი ამ ადგილზე იყენა, ამას ბალონი აქ, რედუქტორი აქ უყენე და ეს თლიანი სივრცე არის უკვე შესაბამისად პლენუმი, რაც ქაჯური სიჩქარის მომცემი არის, შესაბამისად შეგიძლიათ ნებისმიერი ენერგეტიკა მიიღოთ, გარკვეული ხაზღვრების ფარგლებში, მაგრამ მაინც. ეს არის ალუმინის ბალონით და ასეთივე არის კიდე კარბონის ბალონით. რა თქმა უნდა, ეს უფრო იაფი არის, როგორც ადრე ვთქვი, ალუმინის ბალონი ვიდრე კარბონის, მაგრამ ფასის მიხედვით თუ ირჩევთ, შეგიძლიათ თავიდან ეს იყიდოთ, მერე იყიდოთ კარბონის ბალონი. ეს ზამბარდ გუშიანი პნევმატიკა. ეს ჩვენთან შემოტანილი იყო. ეს არის AP900, უბრალოდ ჩვენთან ტები არ იყო შემოტანილი, ანუ ბალონიანი არ იყო, ჰქონდა რეზერვუარი. ეს კი არის AP900, ოღონდ ეს არის უკვე რეზერვუარით და ამის გამო არის დაგრძელებული. ზოგიერთ იქ პრობლემა შეექმნა იმაზე, რომ კონდახი ჩაუხსნეს და სანებართოში რომ გაზომეს, არ ემთხვევა რაღაცა. მაგრამ რა ვიცი, აქედან და ბალონით მე კი გამოვიდა ესეთი. თუ ეს რაღაც მიზეზის გამო არ აკმაყოფილებს ჩვენ კანონმდებლობას, იმის გამო რომ 900-ია, მაშინ შეგვიძლია გადავიდეთ სხვა მოდელზე. სხვა მოდელი არის იგივე AP900-ის გაგრძელება, ოღონდ ამას უკვე ქვია AP1000. ამას აქვს უკვე ვებერთელა გრძელი ლულა, შესაბამისად დიდი ბალონიც. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლია გადახვიდეთ დიდ ბალონზეც. შესაბამისად უკვე აი ეს უფრო დიდია ვიდრე მაგალითად ზედა, კონდახი ორივე ესე რა თქმა უნდა ამ ადგილზე ზრება, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე რაც არ მაგაგზავნონ 55 სანტიმეტრზე ნებისმიერ ვარიანტში უფრო დიდი იქნება. ასე რომ აი ბედნიერება. ესეც პირველი თაობა მაქსის. ანუ იდეაში ეს მაქსი ნებისმიერ ვარიანტში ახალი არის, და გინდა მაქს 1 იყოს, გინდა მაქს 2, მაქს 2 ნიშნავს უბრალოდ რომ რეზერვუარი გაქვთ. 2 ცალი და დატენის ორი მეთოდი გაქვთ. ამაში ყველაფერი იგივე გაქვთ, უბრალოდ გაქვთ ერთი ბალონი შედარებით პატარა მოცულობის და რეზერვუარი რედუქტორს მიღმა, ანუ პლენუმი ისე იმხელა გაქვთ. შესაბამისად ესეც ვებერთელა ენერგეტიკის მომცემი არის. აქ უკვე კლასიკად ქცეული. ეს კლასიკა არ არის, ეს ახალი მოდელია AP850. 750-ის გაგრძელება პრაქტიკულად, 750 კი შეგახსენებთ, აი ეს არის ძალიან პოპულარული არის ჩვენთან. და ეს ოლიმპიური სპორტული შეჯიბრისთვის პნევმატიკა. რა თქმა უნდა, აქ უკვე გვაქვს ისევ კლასიკად ქცეული M25 PR900, ეს ძველი ბენჯამინ დისკავერის ანალოგი არის, აი გადასარევით ოფიერი მსუბუქი პატარა კოხტა და თავის საქმეს აკეთებს 5-იანზე, მაგრამ რა თქმა უნდა პელეტისთვის და არა სლაგისთვის. და უკვე ტრადიციული ნიჩოული ჩვენთვის M60 und ფოთლით. ადრე არ ქონდათ ამას დამტენი და მე როგორც იქნა მოიფიქრეს მოდიფიკაცია გაუკეთეს, რომ დამტენით ზედა აქვს, მაგრამ აი
დასასტოპებელი ადგილი რაღაც დურაკულად აქ ხა მანომეტრ ზემოდან ამათი წარმოდგენით როგორ უნდა წაიკითხო მონაცემი როგორ იქნება. მოკლედ აი ეს არის ჩვენი საყვარელი Snow Peak-ი წარმოდგენილი. აი ეს არის ჩვენი P35 VX. ანუ ისე P35, ოღონდ არა ალუმინის ბალონით, არამედ კარბონის ბალონით. რედუქტორი ისევ აქაყენია, დანარჩენი ეს რა თქმა უნდა ისევ პლენური გვერდერთელა. ვისაც ბევრი ჰაერი გინდათ, წონის არ გეშინიათ, შეგიძლიათ თამამად აი ეს მოდელი აიღოთ და გამოიყენოთ. მაგალითად, წაიკითხეთ რამხელა აქვს მოცულობა 60 კუბური სანტიმეტრი. იხარე და იბედინიერე სულ. მოკლედ ეს იყო Snow Peak-ი. ეს არის Snow Peak-ის ტყვეები. და დიდი მადლობა Snow Peak-ს, რომ კაი იარაღს უშვებს და ჩვენს გვახარებს და გვასიამოვნებს. ეს იყო IWA 2026 Snow Peak-ის სტენდი. ეს ახლა ბევრმა ალბათ არც იცით, ერთ-ერთი ელიტარული წარმოებელია პნევმატური იარაღის სპორტსმენებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს და ჩემ ხელზე გათვლილი არ ცოტა მჭიდროდ ამაქვს, მაინც საკაიფოდ ზის ხელი. გრძნო პროდის გაჩერდა. იგი გადასარევი გაშვება. შთამბეჭდავია. ვინც არ იცოდით, თუ რამე მედლები არსებობს, ერთ-ერთი მონაწილე პარდინი, რომელიც გაძლევთ საშუალებას ყველანაირი ტიპის მედლები მოიპოვოთ. ერთი სუპერ-პუპერ წარმატებული სპორტული იარაღების მწარმოებელი Feigenbaum. ეს არის პნევმატური იარაღები ოლიმპიურ ვარიანტში, სამწუხაროდ ყველა დაკეტილია. ხა აღარ მინდა ხოლმე უკვე დავიღალებ ფიზიკურად სათავოთ მიდი, ეხორწე რომ გამიხსენი ხელში დავიჯერ, გადავიღებ მე ხელახლა დაგიბრუნებ. Так. ესეც პნევმატურებია. ესეთია ჩაკეტის სისტემა. ავტომატურად თამას როგორც კი ამოწევ, თვითონ გაიხსნება. აქიდება ტყვია და ეს ითვლება ყველაზე ეფექტურ მეთოდად, როდესაც ჰაერის მიწოდება ხდება. ეს იმბროში ნახეთ, აი ეს არის ჰაერის ამოსული, ჰაერი აქედან ამოდის, გამოდის. შესაბამისად ამაში არის, აი თუ შევძლებ, შევეცდები დაგანახოთ. ნახეთ ეს ლურჯი ფერის ხედავთ რაღაცა დეტალი რომ მოდის. აი გარი რეზინა რომელიც იმას წამოაჩდება და შესაბამისად ჩაკეტავს და ჰაერი უკვე გადადის რეზერვუარიდან, აებიდან, შესაბამისად ლუაში და ხდება ისე გასროლა. ну რა თქმა უნდა მოდელები ხა სხვადასხვანაირია, პნევმატიკის შემთხვევაში ნახეთ რა კარგადაა გაკეთებული ეს მთელი სისტემა გამოჩენილი, სადაც შეგიძლიათ დააკვირდეთ სქემატიკას რა როგორ მუშაობს თქვა. რეზერვუარში როგორ აქვს რეზინა მოწყობილი, კლაპანი, როგორ ორი რედუქტორი აქვს მოწყობილი, გადამშვებები, შესაბამისად დამრტყმელი და როგორ მიდის ჰაერი ეთქოთ ზემოთ და როგორ შედის ლულაში. ესე ტექნოლოგიური ინჟინერია მიმდინარეობს ხოლმე. მოკლედ ეს იყო Feigenbaum, ერთ-ერთი სუპერ-პუპერ მწარმოებელი სპორტული იარაღის, იქნება ეს პნევმატური თუ იქნება ეს 22 LR-ის კალიბრის. ეს პრაქტიკულად იგივე დონეა, ხა ერთმანეთს მუდმივად კონკურენტობენ ხოლმე თქვა. Feigenbaum, Anschutz, Steyr და Walteri მაგალითად. კიდე არის რამდენიმე პარდინი და კიდე აღარ მახსოვს სახელი. რაღაც იტალიური სახელი არის. ანუ ბაზარი დიდი არ არის, ერთი 10 მწარმოებელია, რომელიც ერთმანეთს აი სეგმენტში ეს თქვა ებრძვის თუ რომელი იქნება უფრო წარმატებული, რაც განსაკუთრებულს გააკეთებს იმასაც, რომ ძირითადად ეს არის ან ბიატლონის, ან ოლიმპიური 10 მეტრიანი დისტანციის სასროლი იარაღები. ძალიან კაი და ლამაზი რაღაცაა. კარგი. დავშვიდობთ Feigenbaum-ს. გახსოვთ იმას ესეთი ლამაზი ფირმა Evanix, რომელიც ნელ-ნელა გაქრა საერთოდ სამყაროდან. თურმე ისევ ცოცხალი რაღაცებს უშვებს. როგორც იყო მახინჯობები, ისეთი მახინჯობებს უშვებს. ეს ვერსია როდისღაც გამოდიოდა და ძალიან ტოპი იყო.
გულისხმობს. რატომღაც მოთხოვნილება არის ამ ბოლო დროს ვუკვირდები, რომ აირგანის დაამსგავსონ გინდა თუ არა ცეცხლს ასრულოს და რატო ვერ ხდება? რა თუნდაც ახლა ეს თვითონ სიმულაცია თვითონ უჭიდი არის გაგაკეთება. აბა შევხედოთ თქომიდან ხო მართალია რეზერვუარი ქონია. ну მაინც მოუხერხებელი იქნება ხარ ვიცი ამისთან რაღაც ცილვილი. No, it's only our brand. Only your brand. თქვენი არ ვიცი და მე უკვე ჩინელებმა დამღალეს იმდენი კომპანია არსებობს, ვისაც არ ეზარება და მოკლედ გაიგო რომ აირგანში შედარებით ვიოლად შეიძლება რაღაც იარაღის გაკეთება. იმდენი გამოდის რომ უკვე არ ვიცი რა ლოგიკას არ ექვემდებარება. უჩვენებენ პარალელურ ოპტიკას, ახლა მოდი რა ალუმინი გვაქვს, მოდი გამოვხოთ PCB-ც რა. Epic Airguns. უკვე მე რა ვიცი რა, ну რაღაცა ცდომილებები და რაღაც ცვლილებები კი არ მაგრამ უკვე. ახლა სახელური კი ტაქტიკურია ბაზარი. უკვე იღლები, როდესაც ერთნაირს უყურებ. რაღაც პატარა განმასხვავებელი ყველას აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე იმდენი არის ერთნაირი, რომ უკვე ვეღარ იგებ რომელი რა. თან მithmetes ახლა კი ეს Epic Airguns მსმენია და კაია და ჰაიფული, მაგრამ ჩვენ ბაზარზე რო არ არის შემოტანილი. ძნელია რა ხა შეაფასო რამდენად გირს არ გირს. ხა ამას მაგალითად ზედმეტი ელემენტები აქვს ხა ეს ყველა დაამძიმებს. ისე როგორც ესეც ძალიან მაღალი და გრძელია. ეს შასი შესაშური კი არის. ჩემგან დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების გამო რატომღაც ერთ-ორ ვიდეოზე ხმა არ ჩაიწერა, მე შევეცდები კადრს მიღმა, ხა ხმა დავადო და გავახმოვანო, რაზეც აქ საუბრობდი, რომ თქვენთვის ყველაფერი აღქმადი იყოს. ამ წუთას ვიმყოფები გერმანული ვეირაუხის ფირმის სტენდზე. გადასარევი ფირმა პრეციზიულ სუპერ-პუპერ იარაღს აწარმოებდა ოდესღაც, ეს იყო 2012-2014 წლები, მაგრამ იმის მერე კომპანიას განვითარება არ აქვს. უშვებდა იმ HV100 მოდელს, მაქსიმუმ იყო HV110 მოდიფიკაცია, რომელიც გამოირჩეოდა იმით, რომ პლასმასის ჩარჩო ჰქონდა. დანარჩენში პრაქტიკულად ყველაფერი იგივე იყო, მაგრამ სამწუხაროდ აი იარაღმა არანაირი განვითარება ამდენი წლის განმავლობაში არ პოვა. რა თქმა უნდა, ამ მწარმოებელს აქვს ასევე ზამბარდგუშიანი იარაღები. ეს არის ერთ-ერთი ტოპ მწარმოებელი ზამბარდგუშიანი იარაღებში. თუ ხარისხი, სიამოვნება, სიზუსტე გაინტერესებთ, აუცილებლად გირჩევთ ამ კომპანიის პროდუქციას შეხედოთ პირველ რიგში. ნამდვილად გადასარევი იარაღები აქვს, გინდა ხის, გინდა რკინის დამუშავებით, გინდა ტექნოლოგიით. ამ ფირმას რა თქმა უნდა აქვს, პირობითად შედარებით რაღაც ახალ მოდელზე გადავიდა, ეს არის თქო პისტოლეტების წარმოებაზე, მაგრამ იმდენად უცნაური იარაღია, რომ სამომხმარებლო ბაზრისთვის ცოტა გაუგებარი არის, ხოლო ოლიმპიურ სპორტულ ვარსიაზე რაღაცნაირად არ ჯდება. რაღაცნაირად აცდა კომპანია სამყაროს, თავის ხაზს აგრძელებს, მაგრამ სამყარო აშკარად გვერდზე გადის და თავის ხაზს სამყარო თავისთვის ანვითარებს. რაღაცნაირად პატარა აცდენა არის ამ კომპანიასა და რეალობას შორის. ძალიან მართლა კარგი კომპანია იყო, ძალიან სერიოზულ იარაღებს აწარმოებს დღემდე, მაგრამ ტექნოლოგიურად ეს უკვე იმდენად არაპროგრესირებადია, რომ არ ვიცი, მაგალითად გამოუშვით თქვენ რაღაც საპოროჟეცი, ჩათვალეთ რომ ეს უნივერსალურია, ყველაფერს აკეთებს და ამის შემდეგ განვითარება საჭირო არ არის, მოდი მუდმივად გამოუშვათ საპოროჟეცი. რაღაც ამდაგვარ სისტემაშია სამწუხაროდ კომპანია ჩარჩენილი. ხდება ხოლმე რას ისა დასანანია. კარვესის გამო ასევე არ ჩაიწერა კროსმანის და გამოსტენდზე ხმა, მიწევს ასე უნდა გახმოვანება, შარშან მოხდა საოცრება, გამომ შეიძინა კროსმანი. ერთ-ერთი ძლიერი ამერიკული კომპანია შთანთქა და დღეს უკვე ესპანელების მფლობელობაშია. ეს მაგალითად ბენჯამინის სტენდი არის, ბულდოგი, ერთი ძლიერი იარაღი 9 მმ-იანი, პირველი იყო ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო 9 მმ-ების ბენჯამინი, ანუ კროსმანის ქვემფლობელობაში იყო, მაგრამ რაღაც მომენტში უკვე განვითარება შეაყოვნა და ქვედა ორი ახლა, სულ ქვედა ორი არის ბენჯამინ, არა ეს ხელი ახარაზეც მიგიდია, ეს არის უკვე თურქული მოდელი კრალის, რომელიც ჩანაცვლებას დაიწყო, ანუ გაზარმაცდა კომპანია. ყოველთვის სინამდვილეში მისი მოდელი იყო მუშაობის, რომ ჩინეთში უკვეთავდა ნაწილებს და ამერიკაში ხდებოდა აწყობა ხოლმე, მაგრამ რაღაც მომენტში ეთყობა ჩინეთთან
ვერ დაალაგა საქმე და ამიტომაც გადაერთო თურქულ მოდელებზე. ეს უკვე დასასრულის დასაწყისი იყო, იმიტომ რომ მომენტში უკვე გადაერთო მხოლოდ აირსოფტების და იაფასიანი ზამბარდგუშიანების წარმოებაში და აი ამ მომენტში სწორედ ეთყობა უკვე გაყიდვებმაც იკლო და შთანთქა ჩვენმა საყვარელმა გამომ. თუმცა ეს სწორი არ არის, იმიტომ რომ გამო თვითონ არის სხვა კომპანიის მფლობელობაში, Iconic არის ასეთი კომპანია, რომელიც სინამდვილეში დღეს უკვე ფლობს როგორც Crossman-ს თავისი მფლობელობით Benjamin-ით და Remington-ით, ასევე ფლობს Gamos, Daisy-ს და გაგიკვირდება და კიდევ ერთი დიდი კომპანია შთანთქა აერგანებში, რა თქმა უნდა. ეს არის ძალიან ცნობილი და ბევრისთვის ადრე ძალიან სანატრელი კომპანიაც კი იყო. ეს არის კომპანია BSA. ეთყობა კომპანია Iconic თავის პორტფოლიოს ავსებს, იმიტომ რომ გამო ყოველთვის ძლიერი იყო ზამბარდგუშიანებში, მაგრამ ძალიან სუსტი იყო PCP იარაღებში. ალბათ ცდილობს აი BSA-ის და Crossman-ის ხარჯზე ჩაანაცვლოს ეს ყველაფერი, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, Crossman-ი ბოლოს ისე გაზარმასდა, რომ თავისი წარმოება პრაქტიკულად აღარ ჰქონდა, ჩაანაცვლა ყველაფერი თურქული მოდელებით. გამო თავის მხრივ ყოველთვის იყო ძლიერი, აი ძალიან დიდი ასორტიმენტი ჰქონდა ხოლმე ყოველთვის ზამბარდგუშიანების, ყველანაირი მოდიფიკაციას და ყველანაირ ასაკზე ჰქონდა ხოლმე მორგებული. იყო როგორც ხვეული ზამბარით, ისე ნიტროპისტონით, იყო გარკვეული რაღაც მოდის ჩამომყარებელი. აი ძალიან დიდი ხაზი ჰქონდა გამოს, ჰქონდა რა, დღესაც აქ, ხა თვითონ გამო არსად არ გაქრება. Iconic-ი როგორ გამოიყენებს ამ ყველაფერს ნახოთ. შეიძლება სამყაროს ეს სამი სახელი და მათი მფლობელობაში არსებული სხვა სახელები, ამას უკვე მომავალი გვიჩენებს. მოკლედ ეს არის რეალობა, როდესაც ერთმა დიდმა კომპანიამ შთანთქა სამი სხვა კომპანია. დღეს როგორც ხედავთ აი სტენდზე თამამად უწერიათ Gamo, Benjamin, Crossman, Daisy. ეს ყველაფერი Iconic-ის მფლობელობაშია. იმედია პროგრესი არ გაჩერდება, წავა და რაღაც ახალ ხაზებს ვიხილავთ ხოლმე. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში დასანანი იქნება თელი ამ ხელა სამი კომპანიის ბაზრიდან გაქრობა. ვიწყებთ ამ ფილმას საქართველოში დიდი ხანია. განსაკუთრებით ვიყვარს ძლიერი პნევმატიკის მოყვარულებს. ამათი მოდელი 125 სოფლიო მასშტაბით არის გადასარევი. ყველა გიждდება კიდულობს. ჩვენ კი დღეს გვექნება მაქსიმალ მთელი ხაზის განხილვა. აი მაგალითად დაწყებული აქვს ზემოთა ნაწილიდან. ესე იგი ჰერკულეს ვებერთელა ბაბახანა 2 ცალი ბალონით 4 ნახევარ კალიბში, ეს არ ვიცი როგორ ნაისრულო. ეს არის ჰერკულეს ბულით ბალი. ქონდა ასეთ შეკეთებაზე გამოწამა აი რელსმა. ძალიან დიდია. საერთოდ კლასიკურად თაცანებს რაც შევიათ ხოლმე ნებისმიერს. ეს არის დისბალანსი იარაღის. ანუ იარაღს იღებ და ძალიან ძიმი არის და გაუბალანსებელია წონაში. შემდეგი შედარებით ახალი ეს არის ფაქტორები. საკმაოდ საინტერესო მოდელები არის. გამბევ რეგულირება აქვს. ბალონი აქვს ვებერთელა, შიდასიანი. როგორც ხვდებით უკვე 2 ცალი მანომეტრი, ესე იგი რედუქტორი გვაქვს. ნიჩაბია, აი, მართლა ნიჩაბია. როგორც ყოველთვის იყო დაურეგულირებელი წონა, ისეთივე დარჩა. თუმცა გადატანის მექანიზმი საკმაოდ კარგია. მაგრამ აი, გასროლისას ჩახუჭი კი არა, თელი ურო ვარდება პრაქტიკულად. ძალიან დიდია და ძალიან მძიმეა. საინტერესო წონა არაწერია ხო სტენდზე. არაწერია. ძალიან მოუქნელია ეს. ნახოთ შედარებით მოკლე ვერსია. ესეც მძიმეა მართალი გითხრათ. არც ეს ამ მსუბუქი, მაგრამ ნუ შედარება არ არის. უკვე ყველა მიეჩვია და უკვე დაიწყეს პლენუმების შაყოლება, ეს მაგალითად ეს მილიარდი პლენუმი, რედუქტორი გვეყენია აქ. თუმცა ვერაფერს ვერ გადაეჩვენ თურქები მძიმე მასალისგან დამზადებას, ეს აშკარად ხარ რკინა არის. რაც უნდა რედუქტორის ადგილს რკინა, ვერ ხვდები, როდესაც ალუმინიშიც ბედნიერად მუშაობს. ეს ძველი
ტელე დრაივერია, კი ბატონო. ძრავმსიგზე ლულა აქვს. ამიტომ ის არსაც გაისმის კაცი საქმეზე რომ იმდეს. ნახოთ სხვა საყვარელი მოდელები. აი, რამდენი არის აქ არჩევა. მოდი ვნახოთ ესეც. ბლიცი უკვე ჩვენთან არაერთს აქვს და იცით იდეაში როგორც მუშაობს და რასაც აკეთებს. კლასიკა ისევ შენარჩუნებულია. დისბალანსი, რა თქმა უნდა, დიდი წონა. მაგრამ თუ გიყვართ რაღაც კატასტროფული დიდი ზომები, ეს თოფი თქვენთვის არის. შემდეგი, ეს უკვე შედარებით ახალი რაღაცა, ბლიც 777. და რამ სიგრძეა ესეც გაკეთებული. აშკარად ვიღაცას კომპლექსი აქვს. ერთი პატარა ძალიან დიდია, ძალიან გრძელია. არ ვიცი ვის და რას ეჯიბრებიან, მაგრამ ზედმეტად გრძელია. სამაგიეროდ რეპექსი. აი ეს მომეწონა. ძლივს ჰაცანში დავინახე რაღაცა კარგი, სიმპათიური, პატარა. აი ეს მართლა საინტერესოა. სამწუხაროდ ერთი მანომეტრი ავტომატურად ამავალ მიმანიშნებელი იმის რომ რედუქტორი აქ არ აქვს. ჩავთავოთ ეს პელეტგანი არის. მეტი არაფერზე არ გამოდგება და სასურველია ისევ და ისევ არ ეცეთ ხოლმე სლაგად არ გადააკეთოთ. ეს ისევ ბლიცი და ინვეიდერ. სად იჭრებიან პნევმატიკით არ ვიცი. როგორც ეს მოახერხე რაღაცა მოაძრე. ცნაური დეტალია, არ ვიცი. რა თქმა უნდა, საერთოდ ეგეც ვერ გავიგე. ძალიან დიდია. მოკლედ. დღეს რო ვთქვათ, პრაქტიკულად თურქებს უჭირავთ ის ტერიტორია, სადაც ადრე იყვნენ ტიტანები, ბერძნები. ავტომატურად ალბათ შერჩენილი აქვს ეს გიგანტომანია, რაღაცა დიდ და ვებერთელა რაღაცას უნდა შეებრძოლოს. გალათიანის ალბათ ყველა იცნობთ, მაგრამ გაგრძელებაზე გამოსულა და ეს უკვე მეხუთე თაობა ყოფილა გალათიანის. Nova Star Premium. მაშინ როდესაც სამყარო რაღაცნაირად ცდილობს რომ მინიმალიზმზე დავიდეს და სიმსუბუქეზე, თურქები მაქსიმალურად ცდილობენ წონის და გაბარიტების გაგრძელებას. არ ვიცი საიდან მოიტანეს რომ ეს კარგი იქნება, მაგრამ ეს იმედია სიგრძე და წონა შესაბამისი ჯანითაც რეგულირდება და აქვს ის ჯანი რომ გააკეთოს. ყოველს ახასიათებდა იდეაში აცანს მაგასთან რაღაცა. კიდევ ორი სტენდი გვაქვს, აი ეს და ეს. ეს პრაქტიკულად იგივე არის. ფაქტორები არის. მერტოჩი. так босс. ერთი შეხედვით გადასარევი რაღაც არის, მაგრამ რაღაცა არ ვიცი, ამათ დიზაინერი არ ვიცი, მოსაკლავია. ეს მხოლოდ ჩემი წარმოდგენით ახლა რასაც მე ხელში ვიჭერ, უნდა გამოვიყენო კაცო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აპირებ პირობითად დადგე და სადღაც ჩასაფრებულად ისროლა. სხვა შემთხვევაში ეს წონა და გაბარიტები იმხელა რომ იოლად ასე ვთქვათ აუცილებლად გზაში მიდიხარ და რაღაცას ესროლო, ესეთი რაღაცა არ გამოგიოს. ჩემი გადასახედა რა თქმა უნდა. და ეს ბოლო სტენდიც ვნახოთ.
ფლეში. ეს არ მინახია. ესენი კი თბილისში არის ხოლმე. და მაწვალებენ, როდესაც მოაქვთ ხოლმე შესაკეთებად. ძალიან სუბუქი არის, აცანის პირობაზე რა თქმა უნდა. მაგრამ ამასთანავე თავისებური რაღაცა უაზრო დიზაინი აქვს, რის გამოც ყველგან გაზდის ხოლმე ჰაერი. მოკლედ თუ აცანს იყიდეთ, ფლეში არ იყიდეთ. ნებისმიერ სხვა იყიდეთ, თქვათ. აცანზე თუ მიდიხართ, უნდა იცოდეთ წინასწარ, აცანი გინათ იმისაც, რომ ძალიან დიდი ენერგეტიკა გქონდეს. შესაბამისად, ენერგეტიკას თუ აკეთებთ ორიენტაციას, ეს არ გაძლევთ ენერგეტიკას. ამიტომაც იყიდეთ ნებისმიერი გავლიდან ნებისმიერი სხვა მოდელი, მოგცემთ აურაცხელ ენერგიას. კარგი, იმედია სულ ეს იყო. ვნახოთ 5-დან ხომ არა გვაქვს კიდე რაღაცა. გაუთავებელი. ტურბოსი ახალი არ არის, ფაქტორი სადაც ვიცით, ჰერკულესიც იყო, ფლეშიც არსებობდა. ხო, ესენი წინა წლების მოდელებია პრაქტიკულად. რა თქმა უნდა, თელი სტენდი არის სამბარდ გუშიანების. მე ხა შევეცდები ვიპოვო ლეგენდარული და განუმეორებელი 125. და ალფა მოდ 125. ხახო, ნახეთ ესეთი რაღაცა. თუ ოდესმე ხაცანს იყიდეთ და გინდათ ნორმალურად ისროლოთ და არა ქაჯურად ისროლოთ. მაშინ ყოველთვის შეეცადეთ ხოლმე იყიდეთ რაღაცა ესეთი მოდელები, როგორც არის მოდ 65, მოდ 95, მაგრამ ყოველთვის შეეცადეთ და აერიდეთ ხოლმე, რომ არ იყიდეთ მოდ 125. ან ეხა მაგალითად სახელგადარქმეული Spitfire 1250. განსაკუთრებით 125 და კიდე 155-იც უნდა გქონდეთ, ამათ ეხა ამ წუთას ვერ ნახულობ. ჯამში ეს იარაღები არის ზედმეტად დიდი ენერგიის მქონე სამბარდ გუშიანისთვის შედარებით. მე ხამას რო გადავტეხო, ვერ მოვერევ ფიზიკურად, ორივე ხელით უნდა ჩამოიკიდო, რო გადავტეხო და გასროლისასაც სამბარა სიმხელა დარტყმა უკუცემა, რომ თოფე მთლიანად ზანზარებს. კი, ენერგია აქვს, ამაზე არ ვდავობ, მაგრამ თუ თქვენი კონსტიტუცია სხეულის არის სუსტი, შეეცადეთ არ იყიდოთ ეგეთი იარაღი, იმიტომ რომ დაგანგრევთ ფიზიკურად. სამიზნეზე მოხვედრა კი პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ამას წლები ვამტკიცებ და არაერთი დაუმტკიცებია საწინააღმდეგო, როდესაც მოსულა ჩემს ერთი სამჯერ უფრო დიდი წონის და გაბარიტების ადამიანი და ეს რა არისო, კაცო, გადაუტეხია, გაუსროლე ბედნიერად და ბედნიერად წასულა. კი, შედეგიც მიუღია, მაგრამ ხომ უნდა იცოდეთ, არა შესაბამისად ეს ჩემთვის არ არის. თუ ჩემნაირი კონსტიტუცია გაქვთ, ტანის მოერიდეთ 125-ს. გაჩერდით 65-ზე, 90-ზე ან რაღაც აი ესეთ შედარებით ადეკვატურ ზომაზე. გარემ ჰაცანთან ვართ და პისტოლეტებიც გავიაროთ. так, ჯეტი 2 რეზერვუარით. საკმაოდ კომპაქტური არის, გადატენა ვნახოთ ერთი რამდენად. კი, აშკარად ღირს. აი, ეს არის ადეკვატური თოფი, რომელიც ეხლა ეს მოდელი, იმისგან განსხვავებით ამას მარტო ერთი ცალი აქვს რეზერვუარი. სისტემა ზუსტად იგივე არის ერთ-ერთში. ცუდი ის არის, რომ პლასმასი არის მთლიანად და ლულაძის პლასმასია. ერთი ასეთთან მქონდა შეხება და ცუდი ის არის, რომ უბრალოდ ეს პლასმასი ჩამოსხმისას როგორც იყო დაღუნული, ისე წაიყვანს ლულას. ცუდი აი ეგ არის ამ იარაღში. ეს იგივე არის პრაქტიკულად, რაც წინა მოდელი. ცოტა განსხვავებულია ერთი მეორეს. ესე ნელ-ნელა მოვიპარეთ Element Optic-თან და ეს არის FX Airgun. შარშან აქ მეტდებურიც იყო, გერმანიც ხო, აი მეტი აგერ არის. აგერ ლაივში, არ ვიცი ხა სურათი წელსაც გადავიღო თუ არა მასთან ერთად რაში მინდა არ ვიცი. ფრედერიკიც იყო ექსელსონი, ან დამფუძნებელი. შარშან წელს არის ჯერ არჩევს ყოველ შემთხვევაში.
Так, ვინც არიცით, ერთ-ერთი ტოპ წარმოებელია პნევმატურ იარაღში. რამდენიმე წლის წინ დაამატეს ცალკე ხაზი Element Optics-ი, ანუ ოპტიკასაც უშვებენ როგორც ბიუჯეტურ მოდელებს, ასევე ძვირიან მოდელებსაც. მინდა სასიხალო ინფორმაცია გითხრათ თუ არ იცოდით. ამ ფირმასთან Element ოპტიკებზე ერთ-ერთმა ჩვენმა ქართულმა მაღაზიამ მოახერხა კონტრაქტის გაფორმება, მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე უარს ეუნებოდნენ თანამშრომლობაზე და წელს უკვე რაღაც ერთი თვე ალბათ ჩამოვიდა საქართველოშიც Element Optics ოპტიკური სამიზნეები, ისე რომ სრული შემთხვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ ადგილზე. ალბათ რეკლამა გამომია, მაგრამ ნუ ჩამოთვლით რეკლამაში, მამუკა გაუმარჯოს, მოა გრუპი რუსთავში, სწორედ ამათი წარმომადგენლები არიან. თუ გსმენიათ თუ იცით, ერთ-ერთი საუკეთესო ოპტიკა, აქვს ბიუჯეტური ხაზიც და არის ძალიან ტოპ ხაზებიც, ძალიან ძვირი რომ თითო რო ღირს $2,000-3,000. ხო, გადავიდეთ ახლა თვითონ FX აერგანის პროდუქციაზე. ველოდებოდით, რომ რაღაცა ახალი უნდა ყოფილიყო M4-ს, თუ სავარაუდოდ M5-ის ვარიანტი რაღაცა უნდა გამოსულიყო. არა, M5 არ გამოვიდა. სამწუხაროდ არაფერი არ აქვს იმპაქტის მხრივ სიახლე. არ ვიცი, ჯერ მიაღწეს ლიმიტს თუ კიდე აქვთ რამე გაკეთების საშუალება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით M4-ს არიან გაჩერებული. სამაგიეროდ რაღაცები წინ წავიდა. გამოვიდა RDS-ები ახალი, ეს რომელსაც ახლა უკვე უღებენ ვიდეო და კი იცით ვინც იღებს თუ ვინმე აერგანის სამყაროს მიყვებით ხოლმე. Should be pretty good, right? ნახოთ როგორ იღებენ ხოლმე ვიდეოებს და 4K, so I'll probably tighten it up at home, but oh yeah, that's important. ეს დაინამიკის განხილვა აქვს, იმიტომ რომ ახალი გამოვიდა MK2. სინამდვილეში რამე განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ერთადერთი რამდენითაც ვიცი გადმოიტანეს იმპაქტის სასხლეთი ამაში. ეს არის FX-ის ახალი ხაზი. პირველად შარშან დავინახეთ. არის ესეთი მოკლე ვერსია, არის ასევე ესეთი უცნაური კონდახი. შარშან მოუხერხეთ და გაუფუჭეთ ესეთი ვერსია სტენდზე. გადატენისას გაეჭედა და არ მუშაობდა. ხდება ხოლმე ესეთი ვარიანტი. როდესაც პრეზენტაცია გინდა, ყოველთვის რაღაცა არასწორად მიდის ხოლმე. წელს უკვე დაბმულია, ესე იოლად უკვე ხელში ვეღარ ავიღებთ. შარშან როგორც გინდა და ისე ვატრიალებდით ხელში. ლულის სისტემა შეიცვალა რამდენადაც მახსოვს კიდე. ორი ტიპის ლულა გამოუშვეს, კლასიკურად თავის რასაც უშვებენ ლაინერს, იმას დაამატეს კიდე სქელი რაღაცა მილები. ანუ თავიდან იდეაში გაექცნენ სამყაროს ტენდენციას, რომ სქელი ლულას იყენებდნენ და შესაბამისად ვითომ და იდეალური რაღაც გამოიგონეს, რომ მსუბუქი ლულა გააკეთეს. ნელ-ნელა უბრუნდებიან ისევ საწყის და აკეთებენ ძიმე ლულას. როგორც 14-იანი და 16-იანი გარე დიამეტრით, ასევე კიდე ერთი გამოუშვეს ბულდოგს ეძახიან მგონი 20 თუ 22 მმ-ია სისქეში. ქრონოგრაფი, პოკეტ ქრონოგრაფი პატარა, ესე ვთქვათ მესამე გენერაციის. თუ ნახე, მოდი მოვიაროთ, შევხედოთ სად არის აგერაკს. აი ეს პატარა მამაძაღლობა არის ქრონოგრაფი. ამას წინზე რაღაცა რო გავუჭოთ ისე არ შეიძლება. ეს შეგიძლია მიამაგროთ თოფზე, მე კბილების ვარიანტში. ჩასვი, მიაწექი, გადაატრიალო. ნუ შესაბამისად უნდა შეეცადო ისე რომ ახლა ეკრანი შენსკენ იყოს, ეს იქით არის მიმართული, საითაც ტყვია მიფრინავს და იჭერს. ნუ რა თქმა უნდა, ისე დოპლერის ეფექტზეა ყველაფერი აგებული. გადასარევი არის პნევმატიკისთვის, ოღონდ ლიმიტი აქვს თუ არ ვხდები 381 მეტრ/წამი. 1250 FPS-ი აქვს ლიმიტი მაქსიმუმ. შესაბამისად ახლა პისტოლეტისთვის თუ გინდა ცეცხლ სასროლს კიდე გამოიყენებ, მაგრამ შაშხანა არა. შაშხანის უკვე აი ეს. ეს უკვე ერთ-ერთი მამა არის. ვიცი თბილისში ზოგიერთს უნდა, მაგრამ რა ვქნა, ვერ ჩავიდე ჯიბეში ვერ წამოვიღებ. იდეაში წელს რამე განსაკუთრებული წინსვლა და რაღაც განსაკუთრებული ნაბიჯი FX არ აქვს სამწუხაროდ. განსაკუთრებით ველოდებოდი რომ MK4-ის შეიცვლებოდა, M4-ის შეიცვლებოდა M5, მაგრამ არა, M5 არ გაჩნდა. გამის ვეგა.
მადლობა FX, წავედით შემდეგ სტენდზე. ბევრი ვიარეთ, ცოტა ვიარე მოხდი ანშუცის სტენდთან. ხა შესასვლელი სხვა იქიდან არის, იქ ცალკე კიდე ასასვლელია გაკეთებული, ესე პირობითად კუთხით დაინახავთ. პირობითად სნაიპერებისთვის, ვისაც რომ დაждე იქ და ვითომ შორიდან ის რაღაც არ ეჭ. ეხლა პატარა შესავალს გაკეთებთ, სინამდვილეში ეს რა კომპანია თუ არ იცით. ძირითადად ეს ორიენტირებული არის უფრო სპორტულ ოლიმპიურ დისციპლინებზე შესაბამისი იარაღებით. ძირითადი მიმართულება ამისი არის 22 ელერი და პნევმატიკა. ამ ორში არის მეფე, ასე ვთქვათ რა. ამდაგვარი მეფე კიდე ბევრი არის, ვთქვათ, იგივე ვალტერი არის, ვთქვათ, კიდე ფეიკენბაუ და ასე შემდეგ, რამდენიმე კიდე არის ბევრი, მაგრამ ესეც ერთ-ერთი აი კამფეტი ტოპ წარმოებელია. გაჩვენებთ ასევე მათ პნევმატური იარაღებსაც, რა თქმა უნდა. ეს არის ჩვენი საყვარელი ანშულცი, აგერ აქვს წარმოდგენილი მთელი ხაზი, მთელი არა, რა თქმა უნდა, ნაწილი ხაზი. ფოთაშორის თავის პნევმატიკასაც უკაცრავად, თავის ოპტიკასაც უშვებენ, იქეთ არის მაგალითად ცალკე ანშულც ოპტიკის სტენდი. ეს ორი არის პნევმატიკა. თუ გინდა დარწმუნდეთ, აი გზემოდან მანომეტრები აქვს, შესაბამისად წლების მაჩვენებელია. მოდი ესეც კადრში უნდა ვნახოთ რა ფიზიკურად. სხვანაირად არ გამოვა ჩვენი საქმე. შესაბამისი ფორმები აქვს ყოველ სამათ იარაღს. რა თქმა უნდა, ეს არ არის მსუბუქი, იმიტომ რომ ეს არის ოლიმპიური მოდელები. როგორც ხედავთ, ახლა შესაბამისი უკანა საყრდენიც აქვს და როდგებიან ხოლმე რაღაც ამდაგვარი ვარიანტით ისვლიან. დიოპტრიკიც ქონია. გადატენვა როგორც წესი, ასეთი იარაღებს ყველას აქვს რაღაც თავისებური ანტიფრონტსკული გადატენვა. ახლა შევეცადოთ ამით გადავტენოთ. ნახოთ, გამოვწეთ ამ სახელურს, გადმოვიდა, გადმოიწია, დავკეტეთ. ახლა ახლოდან ნახოთ აქეთა ვარიანტი. ვთქვათ, გადმოვწიეთ, გამოვიდა ვარიანტი, აი აქ უნდა ჩაიდოს ტყვია და შემდეგ მიეწოდება. ეს ყველა სპორტულ პნევმატური იარაღს პრაქტიკულად ასე დატენის სისტემა, იმიტომ რომ მიჩნეულია, რომ პირდაპირ ჰაერის მიწოდება ასე უკნიდან უფრო ეფექტურია, ვიდრე მაგალითად ქვემოდან ამოვიდეს ჰაერი, მე მოუხდოს რაღაც სისულელები გააკეთოს. დანაკარგები ნაკლები გაქვს, უფრო ეფექტური მუშაობის პრინციპი არის. ახლა ეს რამენერით დავახვიოთ ისევ. ეს ერთი, ახლა ეს მეორეც ვნახოთ. პრაქტიკულად იგივეა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბალონზე უბრალოდ კარბონის ლაინერია გადაფარებული, მეტი არაფერი განსაკუთრებული განსხვავებული არ არის. და გადატენის სისტემა მემარცხენე ხელისთვის არის. ასევე მოდი განვიხილოთ, წინა მხრიდანაც არის წარმოდგენილი რამდენიმე მოდელი. ესენიც 22 ელერშია. ხელი დამეღალა სხვათა შორის ამას. სპორტული იარაღები ყველა არის მძიმე და თავისებურად რაღაც მომზადება და ვარჯიში უნდა, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში აქედან სრულად ძნელია. აქვე იმალება ხოლმე ესეთი პატარა ნიუანსი. ჩვენთან მაგალითად საქართველოში ძალიან ძნელია ფიზიკურად ამისთან იარაღით მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ასპარეზზე. საქმე იმაშია, რომ პირობითად ახლა მე აღარ მახსოვს ზუსტად, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის წინ ვერთობოდი ოლიმპიური სროლით. თუ არ ვწევ პირობითად არის 500 ქულა მაქსიმუმი, რაც შეგიძლია აიღო, თქვათ. და აქედან საზღვარი ევროპელ ამერიკელები განსაკუთრებით ეს ჩინელები ახერხებენ იმას, რომ თქვათ იღებენ 498 ქულას, 497 ქულას, 499 ქულას. ერთეულ შემთხვევაში შეიძლება 500-ვე ქულა აიღოს. აი 500 ქულის აღება ჩვენთვის არის ძალიან ძნელი კონკურენციის ვარიანტი, იმიტომ რომ საქმე არ არის მხოლოდ აი იმაში, რომ იყიდით აი ამ საზღვარ იარაღს. ნუ ახლა ეს 22-ია, 22-ზე არა მაქვს იმდენად საუბარი, რამდენიც პნევმატიკაში ახლა საუბარი. იარაღში უნდა გადაიხადოთ საკმაოდ ძვირი. და ამასობაში წარმოიდგინეთ, რომ იარაღი ეს არის თქვენი ეკიპირების მხოლოდ და მხოლოდ ერთი დეტალი და ალბათ შეადგენს ფასის, ალბათ მეოთხედს პირობითად. კატასტროფული თანხა წაგივათ, ფეხსაცმელში შესაბამის ფორმის სპეციალური ბრტყელი ძირით, რომელიც თავისებურ პოზიციას გაძლევს. შესაბამისი შარვალი, რომელიც იკერება კონკრეტულად თქვენთვის, თქვენი ზომებისთვის, შესაბამისი ქურთუკი, ყველანაირი თავზე ჩამოსაცმელი და ასე შემდეგ, რომელიც ყველაფერი გაძლევს საშუალებას იმას, რომ როგორც ეხლა მე მეღელება ხოლმე ხელი, ხო მაგალითად რო ავიღე და ესე მიჭირავს და რაღაცნაირად ვცდილობ გასვლას. აი ამ პოზიციაში დადგომისთვის არის სპეციალური ეს ტანსაცმელი, რომელსაც რო ჩამოიწევ, პრაქტიკულად კეტავს და გამოდის დეფაულტად, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად შენი ჩამკეტი, ტრიპოდის სისტემა პირობითად, რომელიც გაძლევს სიმყარეს და ამის საფუძველზე უკვე შეგიძლია მყარად და თამამად ისროლო, შესაბამისი ქულებიც მოიპოვო.
ჩვენთან სამწუხაროდ აი მამის გამო ძნელია ბავშვი აღზარდო. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ჯერ იარაღი უნდა ვიყიდო, კი, იარაღი გაყვება პირობითად, თქვა, თელი ცხოვრების მანძილზე, რა უნდა გაუგეთოს ისეთი, რომ მოკლეს. გარდა იმისა, რომ თქვა, ახალი მოდელი გამო, ახალი შესაძლებლობები. მაგრამ ტანისამოსი წარამარა საცვლელია. მყავს ბავშვი და ვიცი მაგალითად წელიწადში ორჯერ შეიძლება დაჭირდეს ხოლმე ფეხსაცმლის ზომის შეცვლა, იგივე ტანსაცმელი და ასე შემდეგ. რამდენჯერ შეძლებთ შეცვალოთ და გაადევნოთ აი ვარჯიშის პერიოდში, სანამ ის თქვა რაღაც ჯუნიორის დონეს მიაღწევს, ან თუნდაც მე უკვე ოლიმპიურ დონეზე გადავა, კატასტროფული ფინანსური თანხის ხარჯი არის. აი სწორედ ამის გამო სამწუხაროდ ვერ ახერხებს საქართველოს წარმომადგენლები კონკურენცია გაუწიონ მსოფლიოს სხვა დანარჩენ წარმომადგენლებს. ну აი კაი იქნება მაგალითად სპორტის ფედერაციები და სამინისტროები და რაღაცები ამისთან საქმეში თუ ჩაერევიან, კი მესმის ძნელია მთელი თქვა თაობა დააფინანსოს და ყველაფერი უზრუნველყო, მაგრამ რაღაცა შეიძლება გამორჩეული ადამიანი ამოარჩიონ, რაღაცა პოტენციალი დაინახო, არ ვიცი, რაღაც შეიძლება მოფიქრებული იყოს, რომ ან თუნდაც საწყის ეტაპზე რაღაცა დააფინანსო და იქიდან მე ნახო ვიღაცას ვის უფრო მეტი პოტენციალი აქვს და შესაბამის საშუალება მისცა იმას განვითარების, ვიდრე საერთოდ ფეხებზე დაიკიდო ეს სფერო და საერთოდ არ იყოს შენი წარმომადგენელი. მოკლედ ასეთი ნოტით დავამთავროთ აირგანის მოხილვა, კაი ორი ნაწილი გამოვიდა საკმაოდ დიდი. ვიცი რომ გამორჩა კიდე რამდენიმე ცნობილი და ახალი წარმოებელიც, მაგრამ ნუ რა ვქნა, ერთი კაცი ვიყავი, რაც შევძლი მაქსიმალურად მოვერიე, რაც შესაძლებელი იყო. თუმცა წინ კიდე ბევრი ვიდეოები გადაღებული, ეს იქნება ცეცხლსასროლის მოხილვა, ოპტიკები, მაყუჩები, ქრონოგრაფები, აირსოფტი და სხვა და სხვა და სხვა და სხვა. ნელ-ნელა ყველაფერს ამას ვამონტაჟებ, ნელ-ნელა წარმოგიდგენთ ხოლმე, იმედია იხალისებთ ხოლმე. კაი, დროებით კიდე შევხვდებით ერთმანეთს.